გამარჯობათ, მე ვარ ნატა აფციაური, ვარ თითქმის 21 წლის. მე ვარ ქრისტინე, ვარ ლამის 20 წლის. ძალიან ბევრს საინტერესებს TikTok-ზე როგორ გავხდით, ასე მოკლე ხანში ცნობილები და ყველასე როგორ შევაყარეთ თავი. ანუ პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ჩვენი პირველი ვიდეო გავარდა ძალიან სწრაფად. და ეს იყო ვიდეო, როდესაც ვამბობ, რომ ვიყიდი ახალი თვალის შავი ფანქარი და ჩემს ვეკითხები, მიხდება თუ არა. და რაღაცნაირი სახეს იღებს მოკლედ რა. ყველას ვგონი ვართ ზღაპრის გმირები და წიგნიდან გადმოსული პერსონაჟები, მაგრამ ანუ ასე არ არის, ჩვენ ვართ ძალიან ჩვეულებრივი გოგოები, არაფრით განსაკუთრებულები, უბრალოდ უფრო სხვანაირად ვუყურებთ ალბათ სამყაროს და ვცდილობთ რომ თავისუფლები ვიყოთ და ფერადები, ალბათ ეს არის. ბევრი რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. მაგალითად სიმღერით, ლაშქრობებით, გვიყვარს არის ლაშქრობა. ფიქრებში ძალიან ხშირად ვეთხოვით ხოლმე ერთმანეთს. წერა გვიყვარს. აზრების გაზიარება ერთმანეთთან. ჩემდასაც და მეც დარწმუნებული ვარ, რომ მეც მინდა, რომ წინა სამყაროში გვეცხოვრა, ანუ 90-იანებში უკან. ძველ სამყაროში გვეცხოვრა, იმიტომ რაღაც ვერთ უფრო მისტიური, სხვანაირი და აი უცნაური გარემო არის ჩემთვის და უფრო იმაში ვგრძნობ საკუთარ თავს. ამ სამყაროში თითქოს არ ვართ, არც მე და არც ჩემი და თითქოს არ ვართ ამ სამყაროში შექმნილები. ვიღოთ, სულ მაქვს ხოლმე ეგეთი შეგრძნება, რომ მე-19 საუკუნის ადამიანები ვართ. ჩვენ მე და ჩემ დას გქონდა ძალიან საინტერესო ბავშვობა, სკოლიდან მოყოლებული, შემდეგ წლებშიც გადავიდა ეს ყველაფერი და ეხლაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ბავშვობა გვაქვს და ეხლა რომ გვაქვს TikTok-ი და ვდებთ ბევრ რაღაცას, ბევრი საინტერესო რაღაც გვაქვს გასაზიარებელი, ჩვენი მაყურებელი. სოფელი ჩვენთვის, ჩემთვის და ჩემიდისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი და ალბათ ყველაზე დიდი და ძლიერი მოგონებები გვაკავშირებს სოფელთან. რადგან ანუ სოფელში ყველა ადგილი იყო თითქმის ჩვენი საყვარელი და ყველა ადგილი ქონდა მოვლილი აბსოლუტურად. არ აქვს მნიშვნელობა მთა იყო, ბარი იყო, მოკლედ ყველა კუთხე კუნჭულში ვიცოდით სად რამდენი თაგვი და ჭიაყელა იყო. და განსაკუთრებით გვიყვარდა სტადიონი და სტადიონთან დგას დიდი უზარმაზარი ჭადარი, სადაც ზაფხულობით ბავშვები ვიკრიბებოდით ხოლმე და ეგაც იყო ალბათ ერთ-ერთი დაუვიწყარი მომენტი ჩვენი ბავშვობიდან და აი ეს იყო ხოლმე წელიწადში ერთხელ, როდესაც ასე ვთქვათ დაჩაზე ჩამოდიოდნენ ბავშვები და ჩვენს ახლა სოფელში ახლა არავინ არ იყო ჩვენს გარდა, კიდე ერთი-ორი ოჯახი იყო, სადაც 2-3 ბავშვი იყო მარტო. ან ბავშვები არ იყვნენ რეალურად სოფელში. და საფხულობით რომ ჩამოდიოდნენ ხოლმე, ხო ის იყო ჩვენი ყველაზე ბედნიერი მომენტი ამ მთელი წლიდან. და ეს სტადიონი და ეს ჭადარი არის მაგისი მომსწრე და მნახველი. და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ, ჩვენ ბავშვობაში ვიყავით ყველანაირად თავისუფლები. ანუ ეს იყო დედა რო არაფერს არ გვიშლიდა, არსაც წასვლას არ წაიქცე და ეს რაღაცა, ანუ ეს ასე ვთქვათ, ასე არ გვექცეოდა. გვეუბნებოდა რომ წადით გაერთეთ თუნდაც გისერგით ხიათ. და მაგრამ თავისუფლები ვიყავით ბავშვობაში და ანუ ეს თავისუფლება ჩვენ გამოვიყენეთ იმაში, რომ შევაგროვეთ უამრავი დაუწყარი მოგონება იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გავიხსენოთ სიყვარულით ის პერიოდი. ბავშვებიდან მოყოლებული მახსოვს 4 წლის ვიყავით, 5 წლის ვიყავით, დედა ჩემი ხანდახან ისე იყო ხოლმე, რომ სინათლე არ იყო ხოლმე სოფელში ჩვენთან და ღამის 12 საათზე ის რო ენთო რა ქვია, ღუმედი რო ენთო ხოლმე, დედა შემოვიდა ჩვენ ოთახში, დაჯდებოდა და გიტარით, აი ის გიტარა რომელსაც ხედავთ ხოლმე ხშირად ჩვენს ვიდეოებში, დაჯდებოდა და გვიმღეროდა. შეიძლება საათობით და იქიდან მოყოლებული სულ მრჩება ეხლაც, აი რო რაღაც ცუდად რო ვარ ხოლმე, ის მომენტები მახსენდება, რომ როგორ შემოდიოდა ღამით, ანუ რო ღუმედის ის რო კრთება სინათლე და იქ რო მღეროდა და ანუ სულ ზეპიერ ხიცოდი მე ეგ სიმღერები და დაახლოებით 7 წლის ვიყავით 10 წლის, 8 წლის, არ ვიცი კარგად, რომ მასწავლე დაკვრა. და იმის მერე სულ მღეროდით იმის მერე სულ და ისეთი ახლობელი გახდა ეხლა როგორც დედა თქვენი ახლობელი საყვარელი ადამიანები თქვენი ახლობელი ისე ჩემი ახლობელი სიმღერა და ის სიმღერები რომელიც დედასია თან ყველა სიმღერასაც მღერით არის დედასი და ძალიან ახლობელია ჩემთვის. ჩემთვის ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რამდენად გულწრფელია და რამდენად მართალია. და რამდენად უბრალოა. ალბათ ეს ორი რაღაცა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ეს ორი რაღაც აქვს ადამიანს, ის ვერ იქნება ცუდი ადამიანი. რომ მინდა პატარა პიპია, რომელიც მომგზავრებს და მანახებს ადამიანები, ყველაფერი რაც მათ ეხება ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ფსიქოლოგია და ფიქრები და განცდები და ემოციები და რა ვიცი, ყველაფერი. ყველა თავიდან ბოლომდე ადამიანი არის ყველაფერია და ადამიანი არის ყველაფერი. სამყარო ადამიანი, მთელი სამყარო ჩემი აზრით და
არ არსებობს ჩემი აზრით ადამიანი, ვინც არ არის საინტერესო. ყველა არის საინტერესო. რაღაცა შეგიძლია ყოველთვის უყო ადამიანს, რაც შეიძლება რომ ვერ გამოვლია. და შეიგრძნო და ვის დაიჭირო და რა ვიცი, ანუ ძვირფასი ადამიანი არის ძვირფასი, ადამიანი არის სამყარო და ადამიანი არის ემოციებით სავსე არსება. და არ არსებობს მახინჯი ადამიანი, ყველა არის ლამაზი. ანუ არ ვიცი, სხვანაირად როგორ თქვა, ანუ უემოციოდ როგორ თქვა, არ ვიცი, ანუ რამდენი რაღაცის წარმოდგენა, დაწერა, გააზრება, განცდა, ყველაფერი ადამიანია. სამყაროა ჩემი აზრით, ანუ ვერაფერს ვერ ვიტყვი სხვას. სამყარო ადამიანი და ერთი ძირფასია ყველა. და უნდა გაიცნოს ყველა ადამიანი. სხვების დებით, ანუ მე ჩემი და ჩემი დის ურთიერთობას რო ვადარებდი ერთმანეთს, ხო, განსხვავდებოდა, ანუ არ ვიცი რატო, მაგრამ ანუ სხვა ურთიერთობა გქონდა ყოველთვის, არ ვიცი. გვესმოდა ერთმანეთის უსიკოთ. ანუ ეხლაც ეგრეა. ანუ ჩვენ ყოველთვის, ანუ არ არის საჭირო რაღაც მითხრას, რომ რაღაც გავიგო. არასოდეს. ნაწყენი ვარ ხოლმე ვიცი რომ ნაწყენია. და ვიცი რაც უნდა გავაკეთო და ეგეც ხდება ხოლმე რომ მე ნაწყენი ვარ, ცუდ ხასიათზე ვარ, ხო, ანუ იცი რომ ცუდ ხასიათზე ვარ და მეხმარება. შეუძლია დამეხმაროს. მეც ეგრე ვარ, როცა ვიცხომ რომ ცუდ ხასიათზე, შემიძლია ნებისმიერ დროს გავაღიმე, ხო, ეგრე. მართლა.